სტილის სამინისტრო რადიო იმედზე. აი ასე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე გეტყვით რომ ხვალ გოეთეს ინსტიტუტში იმართება კონფერენცია გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის, რომლის მიზანია სკოლებში გერმანული ენის შესწავლის პროცესში აქტიურად დაინერგოს მდგრადი განათლების მეთოდიკა და პრინციპები. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს სწორედ ამ პროექტის ხელმძღვანელ გვანცა ხინთიბიძეს ვესაუბროთ პირდაპირ ეთერში. გვანცა, მოგესალმებით, დილა მშვიდობისა. მოგესალმებით, დილა მშვიდობისა. მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა ჩვენს მსმენელს მოუთხროთ ამ პროექტის შესახებ და შემდეგ ვისაუბროთ იმ სტუმრებზე, რომლებიც დაბადიშებულები არიან ხვალისთვის. კი ბატონო, სიამოვნებით. 2015 წელს დაიწყო ეს პროექტი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში და მიზანი მართული იყო იმაზე, რომ მდგრადი განათლება დანერგილიყო საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. განხორციელდა 32 სკოლაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ზოგადად. ჩართული იყო 100 მასწავლებელი და 1000 სკოლის მოსწავლე. ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა პროექტს, იქიდან გამომდინარე, რომ მიიღო ავსტრიის განათლების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უდიდესი პრიზი, რომელიც არის მდგრადი განათლების პრიზი და თვითონ სკოლებში განხორციელდა არაჩვეულებრივი პროექტები. დასრულდა შარშან ეს პროექტი და წელს გვინდა რომ რადგან ძალიან ნამდვილად წარმატებული იყო, წელს გსურს რომ კიდევ ერთხელ მივცეთ მასწავლებლებს, ასევე სხვა მასწავლებლებსაც, გერმანული ენის სხვა მასწავლებლებს ჩართვის საშუალება და აქედან გამომდინარე ხვალიდან ისევ იწყება პროექტის გაგრძელება, თუმცა იქნება უფრო მოკლე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, კიდევ რაღაც ეტაპები გვაქვს გასავლელი და აქედან გამომდინარე სრულად არ ჩატარდება. რომელ საათზე დაიწყება ღონისძიება? ღონისძიება იწყება 10 საათზე, 10:30-ზე იწყება რეგისტრაცია და პირველი ნაწილი, სადაც რეფერენტები და მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე გარემოსდაცვის სამინისტრო გამოვა და ასე ვთქვათ, ისაუბრებს მდგრად განათლებაზე, შემდეგ უკვე ჩვენ სტუმრებს შევთავაზებთ სემინარებს. ერთი სემინარი იქნება გერმანული ენის მასწავლებლებისთვის, მეორე კი დირექტორებისთვის და სხვადასხვა საგნების მასწავლებლებისთვის. ანუ ბიოლოგია იქნება ეს, მათემატიკა თუ ქიმია. Შვენიერია. გვანცა, აქვე გეტყვით, ზოგადად თქვათ ენის პოპულარიზაციისთვის, როგორ ფიქრობთ, რა ტიპის ღონისძიებების გამართვა საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავავლებთ რეალურად გოეთეს ინსტიტუტის მუშაობა საქართველოში თვალს, დავინახავთ, რომ გერმანულის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ამ ინსტიტუტმა ძალიან ბევრი გააკეთა. კი, ნამდვილად დაგეთანხმებით, გოეთეს ინსტიტუტს აქვს ძალიან ბევრი პროექტი, კიდევ გარდა ამ პროექტისა, რომელიც ენის შესწავლაზე არის მიმართული, მოგახსენებთ, ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ამ წუთას ეს გერმანული ენის მასწავლებლებისთვის. გოეთეს ინსტიტუტი გასცემს ყოველწლიურად ძალიან ბევრ სტიპენდიას, რაც ნიშნავს გერმანიაში გამგზავრება, კვალიფიკაციის ამაღლება 2 კვირით და აქედან გამომდინარე დაიწყო უკვე, ასე ვთქვათ, საბუთების მიღება და მე ვთხოვ ყველა განსაკუთრებით რეგიონების გერმანული ენის მასწავლებლებს მიიღონ ამაში მონაწილეობა და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება, იმიტომ რომ ხდება სრულიად უფასოდ. ასევე არაჩვეულებრივი პროექტია მე-11 კლასის ბავშვებისთვის, მოსწავლეებისთვის უпростоრად ეს არის ხიდი განათლებისკენ, რომელიც ასევე ჯერ უნდა გაიარონ შესარჩევი ტური და თუ გაივლიან ამ ტურს, შესაძლებლობა ექნებათ რომ მოემზადონ გოეთეს ინსტიტუტში ეს კურსით გახვალ ასევე სრულიად უფასო, რაც არის წინაპირობა იმისა, რომ საბოლოო ჯამში მოხვდნენ რურის ბოხუმის უნივერსიტეტში გერმანიაში ენის შემსწავლელი კურსების გარეშე. ანუ პირდაპირ დაიწყონ უკვე იქ სწავლა. უბრალოდ აქ არის მიმართულება მხოლოდ ტექნიკურ საგნებზე, ანუ ჰუმანიტარები ვთქვათ, არ იქნებიან რა თქმა უნდა მიღებულები. ერთადერთი მოთხოვნა არის ეს. ასე რომ ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი პროექტებია და განსაკუთრებით მე-10 კლასელ ბავშვებს და მასწავლებლებს ურჩევ, რომ შემოვიდნენ ჩვენ საიტზე და ნახონ ეს ინფორმაცია. ძალიან კარგ საშუალებას თავაზობს ამ შემთხვევაში გოეთეს ინსტიტუტი. შვენიერი. ძალიან დიდი მადლობა, გვანცა, წარმატებები მინდა გისურვოთ. მე მსმენელს შევახსენებ. მადლობა. მე შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში ვსაუბრობდით გვანცა ხინთიბიძესთან, ის გახლავთ ხელმძღვანელი პროექტის გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის, რომელიც სწორედ ხვალად საათზე გოეთეს ინსტიტუტში დაიწყება. ამ პროექტის მიზანი გახლავთ სკოლებში გერმანული ენის შესწავლის პროცესში აქტიურად დაინერგოს მდგრადი განათლების მეთოდიკა და პრინციპები.
ადამიანები. აი ასე შემოკარგებო, არ ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და მით უმეტეს პროფესიონალური, საუბარია პედაგოგებზე, აქტიურად უნდა იღებდნენ მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში და შემდეგ უკვე ზრუნავდნენ იმისთვის, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გადაცენ მომავალ თაობას. დილის სამინისტრო რადიო იმედზე.